მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა ძალიან ვჩქარობ, ბევრი პაციენტი გველოდება და ძალიან ჩქარ-ჩქარავ საუბრობ. პაციენტი მინდა ჩავწერო, რომელიც 2 დღის წინ მობრძანდა ჩვენთან. ძლივს მოძრაობდა ძლიერი ტკივილით. ადგომა უჭირდა, დაჯდომა უჭირდა. ქალბატონი ნაოპერაციებია, ენდოპროთეზირება აქვს გაკეთებული. მარცხენა მენჯბარძაყის სახსრის და მარჯვენა მუხლის სახსრის. ჰქონდა ძლიერი მწვავე ტკივილები. წელის არეში და კიდევ სად ქალბატონო? კისერთან. ერთ დღეში თითქმის მოეხსნა წელის ტკივილები, გუშინ მეორე პროცედურა ჩატარდა, დღეს მესამე პროცედურა ჩატარდა, თუმცა ამის შედეგები ჯერ არ არის დადებული. 2 პროცედურის შედეგით. გთხოვთ, რომ 2 სიტყვით გითხრათ, როგორ იყავით? ეს ჩამოწიეთ რა, სახე თუ არ ჩანს ვერ გაიგონებენ. აბა გითხარით. მოვედი ჯოხით, გამწარებული ვერ დავდიოდი, მაგრამ დღეს უკვე ისე კარგად მოვედი, რომ არც მარშრუტკაში ასვლა გამიჭირდა, არც აქ მოსვლა. ხვალე მე მგონი ჯოხი უნდა გადავალდო და ისე მოვიდე. ხო, აი მისი ჯოხი გვერდზე უკავე. მაგრამ ისე სტილობისთვის დაიკავა დღეს უკვე. მაინტერესებს უთხრათ საზოგადოებას. რამდენი ხანი გტკიოდათ, აი ეს მწვავე ტკივილი რამდენი ხანი გქონდათ აქ მოსვლამდე? 4-5 თვე არის, რაც ოპერაცია გავიკეთე, იმის მერე ხერხემალი ჩამიწია. აჰა. სპინალური მაქვს გაკეთებული ხერხემალი, იმის მერე გამიწვავდა ტკივილები. გასაგები. პრობლემაც მქონდა და გამწვავდა. შეიძლება მაგას ესე ხელაღებით ვერ ვიტყვით, რის ბრალია, მაგრამ ფაქტია, რომ იყო მწვავე ტკივილი. ხო, აი ეს მინდოდა. მეორე ქალბატონი, რომელიც აქ კი არ დადის პროცედურებზე, წაიღო პაკეტი სახში. ეხლა მოუმზადებლები ვართ, სულ ყველა აბსოლუტურად გვეტყობა კიდეც, საუბრობ ესე. უცებ მოვიფიქრე ჩამეწერა. ხედავთ, რომ ქალბატონს აქვს საკმაოდ ჭარბი წონა, არადა მუხლის სახსრებზე გონართროზის საკმაოდ შორსწასული ფორმა აწუხებს. 2 სიტყვით რო გითხრათ, როგორ იყავით და ერთმა კურსმა ტკივილის მხრივ რა გააკეთა. მოხსნა, არ მოხსნა ტკივილი. ეს ძალიან ტკიოდა მარჯვენა მუხლი. ხო, აი გვესაუბრეთ. აქ მოსვლამდე როგორ იყავით? ვერ ვადგავდი ფეხსა რა, მიჭირდა, ჩაკუძება მიჭირდა, მოძრაობა მიჭირდა, რომ დამჭდებოდი ვერ დგებოდი. ხო. ერთი თითქოს უნდა მეწვალა, ასე რომ ამდგარი კაბმერი ამეწია ტანი. დიახ. ახლა რა შედარება? კი, ჯერ ჩატარდა მხოლოდ დგები, კი. ერთი 10 დღიანი. დღიანი. თან მე-7, ხო, პირველი პაკეტის 10 დღიანია პაკეტი, პირველი პაკეტის მე-7 დღე ყოფილა დღეს და მოვიდნენ წინასწარ მიაქვთ მეორე პაკეტის წამლები და დანიშნულება. სულ 4 სჭირდება ამ პაციენტს და იმედია წონის საკითხსაც ნელ-ნელა მოაგვარებს და ეს უკვე ძალიან დიდი შვება იქნება მისი ორგანიზმისთვის. აი ეს მინდოდა მე თქვა წარმატებებს გისურვებთ ყველას.